24 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. Ამ დღეს ქრისტიანები ტრადიციულად მივდივართ ეკლესიაში. ვესწრებით წირვალოცვას და ვაკურთხებთ ბზას. ხშირად ისეც ხდება, რომ რიტუალებს უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე 10-12-თაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულის მნიშვნელობას. ბზობა კი მხოლოდ ნაკურთხი ბზის სახლში წაღება არ არის. გავაცნობიეროთ და გავიაზროთ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის არსი და დანიშნულება გადაცემის მეოთხე ნაწილში. პირდაპირ ეთერში ვართ და რა თქმა უნდა აღდგომა გვიახლოვდება ძალიან ცოტა დრო რჩება აღდგომამდე და როგორც ვიცით აღდგომამდე ერთი კვირით ადრე მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ჩვენ რა თქმა უნდა ამ ბლოგში ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ მის არსზე, მის დანიშნულებაზე, თუ რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ბზაზე როგორც წარმოადგენს როგორც სიმბოლოს. რა თქმა უნდა ჩვენ მოვიწვიეთ სტუმრები გიორგი თოდუა სასულიერო სემინარის ლექტორი და ირმა ირემაძე ევროეზოს მენეჯერი. ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისათვის. ბატონო გიორგი, თავდაპირველად დავიწყოთ იმით, თუ რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი საეკლესიო ბზობის დღესასწაული. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, რაც ქრისტეს და ქრისტიანობა ზოგადად ჩვენს ეკლესიას უკავშირდება, ყველაფერი მნიშვნელოვანია. პირველ ყოვლისა ჩვენთვის ქრისტიანებისთვის. რაც შეეხება ბზობას, უფრო დავაზუსტებდი უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში, უშუალოდ დღესასწაული საუფლთაგან ერთ-ერთი ამგვარად ითქმის, ასე ითქმის, რომელიც აღინიშნება დიდ მარხვის მეექვსე კვირას და ეს დღესასწაული გახავთ მოძრავი. არის ზოგიერთი მოძრავი დღესასწაული, ანუ სხვადასხვა წველს, სხვადასხვა დღეს აღინიშნება, ეს დამოკიდებულია აღდგომაზე, ვინაიდან აღდგომა როგორც დღესასწაული ყოველწლიურად სხვადასხვა დღეს აღინიშნება, ამაზე დამოკიდებული, მაგრამ აღდგომის წინა კვირას, ხო, აღნიშნავთ? რა თქმა უნდა, აღდგომის წინა კვირას აღინიშნება, კი, როგორც აღნიშნეთ წინა. რაც შეეხება ამ მოვლენას, ოთხივე מחარებელი, მათე, მარკოზ, ლუკა, იოანე, ოთხივე წმინდა מחარებელი, რომლებმაც დაწერეს წიგნები და რომლებიც სახარებად იწოდება, ყურადღებას ამახვილებს ამ დღეზე. ანუ არის ზოგიერთი მოვლენა, რომელიც იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებას უკავშირდება, რომლებიც ოთხივე מחარებელთან არ ხვდება, ანუ არ არის აღწერილი, მაგრამ არის ზოგიერთი, მაგალითად, უფლის დიდებით შესვლაზე იერუსალიმში, ოთხივე מחარებელი მოგვითხრობს. ასე რომ ეს წმინდა სახარების მიხედვით და ასევე საეკლესიო მამათა შრომების მიხედვით მე ძირითადად განმარტებით ლიტერატურას გულისხმობ ეგეთიკურს და საეკლესიო წყაროების ასევე ეს გახლავთ ისტორიული ფაქტი, ისტორიული მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა რა შეიძლება გამოვყო ჩვენ ამ დღიდან? ესე იგი, საერთოდ ამა თუ იმ მოვლენას უკავშირდება საკმაოდ დიდარი განმარტებითი ლიტერატურა გულისხმობ იმ მოვლენას, რომელიც წმინდა სახარებაში ან ზოგადად წმინდა წერილში გადმოცემული. და შესაბამისად ამ მოვლენასაც ახლავს საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი წმინდა სულიერი განმარტებითი ლიტერატურა. ანუ ხო და ეს საკმაოდ ვრცელია, ახლა ჩვენ იმდენით რომ არ გვაქვს, აი ძირითადზე მინდა ვისაუბროთ, დიახ, ამ დღეს, ესე იგი, უფალმა იესო ქრისტემ პირველ ყოვლისა ებრაელების წინაშე დაამტკიცა, რომ ის არის ნამდვილად აღთქმული მესია, ანუ ქრისტე. მესია მოიხსენებად ებრაული სიტყვაა, წარმოშობით და ნიშნავს ცხებულს. და მისი ეკვივალენტი, ანუ შესატყვისი გახლავთ ქრისტე, ოღონდ ბერძნულად, შეიძლება ზოგიერთმა არ იცის ჩვენმა მაყურებელმა, ამიტომ ვამბობ. და შესაბამისად, ესე იგი, ჯერ კიდევ 64-ში წმინდა წერილის მიხედვით ქრისტიანულ მესია პირველ ადამიანებს, ჩვენ პირველ მშობლებს აღუთქვა ღმერთმა, რომელიც მათ აი ამ ცოდვისგან, პირველ ქმნილი ცოდვისგან, ასე ვთქვათ, გამოიხსნიდა და ვთქვათ, გზას გაუხსნიდა მათ და მის შთამომავლებსაც მზეციური, ანუ 64-ისკენ, იმ ადგილისკენ, რომელიც მათ დატოვეს ფიზიკურად. ხო. და ამ დღეს, აი, როდესაც უფალი შედის იერუსალიმში, ის პირველ ყოვლისა ამ აღთქმას აღასრულებს, ანუ საჯაროდ განაცხადებს, რომ ნამდვილად ქრისტე მესიაა და ბევრს იუდეველთაგან, ვინც სიხარულით შეხვდა მას და წმინდა საღებაში აღწერილია, რომ
ხის ტოტებს თქვათ უფენდნენ გზაზე ტანსაცმელს იხდიდნენ და ასე შემდეგ ნიშნად სიხარულისა ეს ერთგვარი ზეიმურობის ერთგვარი გამოხატულება გახდათ ბევრ მათგანს მართლაც გულის სწამდა რომ იესო ნამდვილად ასეთი იყო მაგრამ სამწუხაროდ უმეტეს მათგანს გაუკუღმართებული ჰქონდა წარმოდგენა აზრი ზოგადად მესიაზე ანუ ქრისტეზე ესე იგი პილატესთან საუბარში უფალი ერთგან აღნიშნავს რომ მისი სამეფო არ არის მიწიერი მისი სამეფო არ არის ამქვეყნიური და ამ დროისთვის იუდეველთა უმეტესობა ქრისტესგან მოელოდა სწორედ ამ ქვეყნურ კეთილდღეობას ეს ხაზგასმულია გამოკვეთილია განმარტებით ლიტერატურაში და ჩვენც უნდა აღვნიშნოთ ესე იგი მაშინ რა უხაროდ ამ უმეტესობას ამ ადამიანებისა მათ ეგონათ რომ იესო ქრისტე სძლევდა მათ ხილულ მტრებს, ანუ გაიმარჯვებდა მათზე პირველ ყოვლისა რომაელები ხავდათ მხედველობაში, რომლის ერთ პროვინციასაც წარმოადგენდა მაშინ იუდეა ისტორიულად და ამიტომაც ეგებებოდა ასე დიდი სიხარულით. გარდა ამისა, რადგან ესე იგი სცენარებსაც უნდა შევეხოთ ეგ ესე იგი იოანესგან სახარებაში აღნიშნულია რომ ფინიკის მრტოებს უფენდნენ და ფინიკი იგივე ბზა ისა გახლავთ პალმის მრტოები და მე მინდა ასე შეჯიშვა გავაკეთო აი ძველ აღთბასთან დავაკავშირო როგორც დაკავშირებულია ისედაც ლევიტელთა წიგნში 33 თავში აღნიშნულია რომ კარვობის დღესასწაულისთვის ეს დღესასწაულის იუდაური დღესასწაული გახლავთ კარვობის დღესასწაული რომ აღენიშნათ ებრაელებს აუცილებლად თქვათ პალმის მრტოები უნდა მოერთოთ ეს კარვები და ძალიან მოკლედ ვიტყვი, ანუ ეგვიპტიდან გამოვიდნენ რა, ან მოსეს წინამძღოლობით და რა თქმა უნდა ღვთისშეწევნით, ისინი ეგვიპტიდან გამოსვლას და შემდგომ უდაბნოში კარვებში ცხოვრებას, რაც აღთქმულ მიწაზე გადავიდნენ დღესასწაულობდნენ, ანუ აღნიშნავდნენ და ანუ პალმის მრტოებით ირთვებოდა ეს თავდაპირველად და ასეც უნდა გაკეთებულიყო. აქედან გამომდინარე პალმა ზოგადად იქცა გამარჯვების სახე და სიმბოლოდ. ანუ როგორც ებრაელებმა ძლიეს ეგვიპტელებს მოსეს წინამძღოლობით და რა თქმა უნდა პირველ ყოვლისა ღვთის შეწევნით, ასევე მათ ჰქონდათ იმედი, ანუ ვინც ქრისტეს შეხვდა ასეთი სიხარული და ზეიმურობით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ იესო ქრისტე მათ მტრებს დაამარცხებდა, სძლევდა და ანუ გამიწიერებული ჰქონდათ აზრი შეიძლება ითქვას ქრისტეს მიმართ, თუმცა ეს მოვლენა მაინც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, უფალმა მათ მისცა საშუალება თავიანთი ამ განცდების გამოხატვისა, ნამდვილად მისცა მისი საშუალება, იმიტომ რომ ისინი რასაც ამბობდნენ, ეს იყო სიმართლე. აი ოსანა ძესა დავითისა უთხრილას მომავალ სახელმწიფოსა და ასმე ჩუდების სალმიდან ციტატა ეს ყველა ებრაელმა ზებერად იცოდა, იმიტომ რომ საკმაოდ ცნობილი სიტყვები გახდათ და ცხადია პირდაპირ მესიას მიმართ. ის არის აღწერილი, როგორც ვიცი რომ იესოს თვალებიც რამრობით ჰქონდა სავსე-და, როდესაც ამ გზაზე მიდიოდა, ხო? კი ბატონო, აი ლუკასაგან სახარებაში გადმოცემულია ეს ფაქტი, საერთოდ წმინდა სახარებაში სულ ორი ადგილი ისეთი, სადაც მაცხოვარი ტირის. ერთი აი ლაზარეს, სანამ ლაზარეს აღარგენა მკვდრეთით, მაგრამ აღნიშნული რომ ცრემლოოდა იესოიცა, წმინდა გიორგი მთაწმიდლის რედაქციის მიხედვით და ხოლო აქ წმინდა ლუკასაგან სახარებაში აღნიშნულია რომ როდესაც ზეთისხილის მთიდან გადახედა უფალმა ერთ-ერთი ზეგანიდან ქალაქ იერუსალიმს, ის ატირდა და აი ამ სიტყვებსაც მინდა პატარა ყურადღება გავამახვილო. ანუ ორიგინალში მოგიშენებათ წმინდა სახარება ბერძნულად დაიწერა მოციქულთა მიერ ორიგინალში ანუ იოანესგან სახარებაში ესე იგი ტირილის ესე იგი როცა ლაზარეს აღდგინების წინ სამ დააცოცხლებს მას იტირებს ხო იქ გამოყენებული ისეთი სიტყვა როგორც მართლა ტირილს აღნიშნავს ჩვეულებრივ ტირილს მაგრამ როდესაც ზეთისხილისიდან გადმოხურებს ქალაქს იქ გამოყენებული ისეთი სიტყვა ბერძნულში რომელიც ტირილის აღმნიშვნელიც არის დამავდროულად ხმამაღალი ტირილისა მოთხრისა და გოდებისა ესეც დიახ ანუ უფალმა წინასწარ რა თქმა უნდა იესო ქრისტე ესე იგი გახდათ რა საფრთხო ბუნების მატარებელი ანუ ღმერთკაცი რა თქმა უნდა მან წინასწარ უწყოდა წინდაწინ უწყოდა თქვათ რა უნდა იერუსალიმს დიახ და მე მინდა ერთი პატარა ადგილი გამოვყო აი იერუსალიმს მიმართავს ის სიტყვით და ამ სიტყვას ამთავრებს ამნაირად რომ ესე იგი ჯერ ამბობს იმაზე რომ მოვა დღე იქნება ისეთი დღეები, როდესაც ეს ქალაქი დაიქცევა, ამ ქალაქს მიწასთან გაასწორებენ, ტაძარს დაანგრევენ, ვინც აქ ცხოვრობენ
ზეგი გადაასახლებენ თხრილებს შემოავლებენ ქალაქს და ასე შემდეგ ეს თითქმის ანუ სიზუსტით აღსრულდა 70 წელს ქრისტეშობიდან ანუ თითქმის 37-38 წლის შემდეგ რაც უფალმა ეს წინასამტყობა გამოთქვა ტიტემ როდესაც აიღო ქალაქი იერუსალიმი და ათასობით ებრაელი დაიხოცა მაშინ რომელმა გაწყვიტეს ასე რომ ეს უბედურებაც მაგრამ რადგან ეს კითხვით უშუალოდ ეს დიდი ტრაგედია რასაც ადგილი ჰქონდა ებრაელი ხალხის ისტორიაში წმინდა მამათა მიხედვით და ზოგიერთი ბიბლიის ზოგიერთი კომენტატორისა უკავშირდება სწორედ იმ ცოდვას რაც არის ღვთისმკვლელობის ცოდვა ლაპარაკია მაცხოვრის ჯვარცმაზე ცხადია და ამ სიტყვებს შემდეგნაირად ამთავრებს რომ ესე იგი არა დაშტეს ქვაიქვასა ზედა შენ შორის ამისთვის რამე თუ არა გულისმახავ ჟამი მოხედვისა შენისაი ესე იგი ჟამი მოხედვისა შენისაი განიმარტება შემდეგნაირად ვინაიდან განკაცდა ღვთისზე თქვენს წიაღში თანახმად წინასწარმეტყველებისა ანუ თავის საკუთარ თავს გულისხმობს ვინაიდან თქვენ ჩემში არ დაინახეთ ის ვინც უნდა დაგენახათ ანუ ნამდვილი ქრისტე ნამდვილი მესია რომელიც სასუფევლისგან წარუძღებოდა მათ და პირიქით არათუ არ დაინახეთ და პატივი მიაგეთ მას არამედ დასაჯეთ როგორც უკიდურესი ცოდვილთაგანი მოგეხსენებათ რომაული წესით ადამიანის ჯვარზე აყვანა და ჯვარცმა გახდათ საჯელის ყველაზე სამარცხვინო და უკიდურესი ფორმა და ფაქტობრივად ეს უბედურება როგორც კიდევ ერთხელ მომიწევ გავიმეორებ ეს უბედურება მიზეზი ამ ყველაფრისა პირველ ყოვლისა იყო მაცხოვრის მოკლა ანუ რაც მას უფალს გაუკეთეს და როგორც დასაჯეს ხო და კიდევ უნდა აღვნიშნო აუცილებლად ანუ ამ დღეს გამოვლინდა საღმრთო ესე იგი სამართალიც პირველ ყოვლისა და საღმრთო მიუკერძოებულობაც მხედველობაში რა მაქვს ესე იგი ვინაიდან ებრაელებმა აბრაამის შთამომავლობა ზოგადად საკუთარ თავი გამოირჩიეს და სხვა კაცობრიობის დანარჩენ ნაწილს გაემიჯნენ იმით რომ სარწმუნოებით შესწვდნენ ერთი ჭეშმარიტი ნამდვილი ღმერთის არსებობას და გახდნენ მისი მსახურნი შესაბამისად დაფუძნდა ძველი ახლის ეკლესიაც ხო მოსეს ჯული მიეცა წერილობით გამოცხადებით ცხადია და წერილობითაც გაფორმებული ხო და შესაბამისად ქრისტე მესია მათიახში განხორციელებული იყო და ეს მართლაც ასე მოხდა აღთქმისამებრ და ეს იყო რა თქმა უნდა საფრთხო სამართლიანობის დამტკიცება და დასრულება მაგრამ მხოლოდ ებრაელები ხო არ არიან არა ესე იგი სხვა ხალხებიც არსებობენ ხალხის განგებ ვამბობ რაულობითში ვიყენებ ეს ღმერთი იესო ქრისტე ყველასთვის მოვიდა ეს ყველასთვის განკაცდა და ყოველი ადამიანისთვის წმინდა პავლე მოციქული ერთგან ამბობს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში რომ კურთხეულად ღმერთი რომელსაც ხნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისა მოსვლაი ასე რომ ღმერთი მიუკერძოებელია რა თქმა უნდა და ეს აქ როგორ გამოვლინდა ამ დღეს საიდან ეს ჩანდობლივია როდესაც უფალმა გააგზავნა ორი მოწაფე სავარაუდოდ პეტრე და იოანე რომ მოიყვანათ ცხოველები ვირი და მისი ნაშიერი ანუ ჩოჩორი იგივე კიცი ვირისაი როგორც ძველ ქართულ თარგმანში აღნიშნული უფალი შეჯდება სწორედ მეორეზე ანუ ეს ვირის ნაშიერზე იმაზე შეჯდება წმინდა სახარების მიხედვით განსაკუთრებით მარკოსა და ლუკას მიხედვით ასე ეგ ჩანს უფრო კარგად ეს ყველაფერი და წმინდა მამები ამბობენ აღნიშნავენ რომ ეს ესე იგი ეს ცხოველი ანუ ჩოჩორი გახლავთ სახე წარმართი ხალხისა და უფალი როგორც სახარებიდან ჩანს უშუალოდ შიშվել ცხოველზე არ შემჯდარ არამედ მოციქულებმა ტანსაცმელი დაუფინეს მას და უშუალოდ ესე იგი ამის შემდგომ და ამ ტანსაცმელსაც ახლავს ალეგორიული უბრალოდ სიმბოლური რა თქმა უნდა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს დაპირთვა ახლავს კერძოდ თუ ესე იგი ამით რა არის ნათქვამი ის რომ მოციქულები ყველაფერს გააკეთებდნენ წარმართთა მოქცევის საფრთხო საქმისთვის ანუ მათ გაიღეს რა ტანსაცმელი ხო ესე იგი რაც მათი იყო ხო უშუალოდ ანუ ისინი არაფერს არ დაიშურებდნენ სულიერსა თუ ფიზიკურ ძალებს ესე იგი ყველანაირად გამოიყენებდნენ ოღონდ თავიანთი მისია შეესრულებინათ და რა იყო მათი მისია მოციქულობა რაც გულისხმობს მსახურებას ესე იგი ადამიანებისთვის ცხადია და მათ მიყვანას ჭეშმარიტებამდე ასე რომ მოციქულებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს მაგრამ წარმართთა მოქცევას რა თქმა უნდა საბუძველი ანუ სათავე თავად უფალმა დაუდო თუნდაც ამ სიმბოლური ქმედებით ეს სიმბოლური იმდენად არ არის უშუალოდ ესე იგი როგორ გითხრათ
ეს ცხოველი, რომელიცაც არ იყენებდნენ თქვა სამუშაოდ, ხო? ის არ იყო გახედნილი, შესაბამისად არ იყო თვინიერი, მშვიდი და შესაბამისად მასზე შეჯდომა ახლა ჩვეულებრივი ადამიანისთვის ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ უფალთან ის თვინიერი ხდება. და ეს გახლავთ სწორედ ეს მოვლენა წინასწარმეტყველება იმაზე, რომ ურჩი ხალხი, ღვთის ურჩი ხალხი, ანუ წარმართები მალე რომ მოექცეოდნენ და ღვთის ჯულის ქვეშ აღმოჩნდნენ. მაგრამ ერთსაც ვიტყვი, თითქოს წარმართი წმინდა წიგნის მიხედვით განიმარტება შემდგენად არა იუდეველი, არა ებრაელი, წარმოშობით არა იუდეველი და შესაბამისად არც ჯულით იუდეველი, არც სარწმუნოებით იუდეველი. თუმცა იყვნენ ისეთი ამ წარმართთაგან და წმინდელშიც დაფიქსირებულია ისეთი ადამიანები, რომლებიც წარმოშობით არ იყვნენ ებრაელები, მაგრამ მიიღეს მათი ჯული შესაბამისად ძველი ახლის ეკლესიის წევრები გახდნენ. დღეს ბზობის ყოველ დღესასწაულზე ყოველ ოჯახში დამეთანხმებით ბზა არის რისი სიმბოლოა ბატონო გიორგი რომ გითხრათ ძალიან მოკლედ ბზა და შემდეგ გადავიდეთ კონკრეტულ რჩევებზე შეგვიძლია ასე ვთქვათ ჩვენი ტელემაყურებლისთვის როგორ უნდა მოვუაროთ ბზას და სამწუხარო ინფორმაცია ის არის რომ ბზა ფაქტობრივად გადაშენების გზაზე არის ხომ ამაზეც ვისაუბრებთ უბრალოდ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ბზას ძალიან მოკლედ მე როგორც მოგახსენეთ ესე იგი პალმა და ახლა პალმა ჩვენთან ჩვენ სინამდვილეში ნაცვლობა ბზა ეს მარადისობას განასახიერებს მარადიულ სიცოცხლეს განასახიერებს მტერზე ძლევას გამარჯვებას როგორც აქამდე აღნიშნეთ ძველი ათქის მიხედვით და ამიტომაც ჩვენ აი როდესაც ვიღებთ მონაწილეობას და თქვა მივდივართ ეკლესიაში რომ აღვნიშნოთ ეს დღესასწაული ვიძენთ ვყიდულობთ ბზას ამჯერ ესე იგი იმიტომ სწორედ რომ გავხდეთ თანამონაწილენი იმ ადამიანის ვის უფალს დახვდა იესოში მაგრამ თანამონაწილენი არა როგორ გითხრათ აი არა სრულად ჩვენ სრული თანამონაწილენი არ უნდა ვიყოთ იმიტომ რომ უმრავლესობა ვინც პალმებით ხელში ვინც დახვდა უფალს იერუსალიმში რამდენიმე დღის შემდეგ 5 დღის შემდეგ უმრავლესობა მათგან ჯვარსაცის რა თქმა უნდა ამ შეძახილებით გამოირჩეოდა ასე რომ თანამონაწილეობა არასრულად ცხადია როგორც ისა მოგახსენე და თუნებას მომცემთ თვითონ სიმბოლურად ქალაქი იერუსალიმიც განიმარტება როგორც ესე იგი ზეციური სამეფო ზეციური ამ სასუფეველი მოდი ასე ვთქვათ და როდესაც უფალი შემოდის ამ ქალაქში ვინ ახავს მას გვერდით წმინდა სახრების მიხედვით მას გვერდით ახავს მოციქულები აი ეს 12 ადამიანი ვინც განსაკუთრებულად ახლოს იყო მასთან და ვისაც ამზადებდა თუნდაც იმისათვის რომ მათ სარწმუნოებაზე დაფუძნებულიყო ახალგაზრდული ეკლესია და გადმოცებით მას ახლდა ასევე მარიამი თავისი დედა ღვთისმშობელი მარიამი და ლაზარე მართალი ლაზარე და ასევე მისი დები ლაზარე რომელიც რამდენიმე დღის წინ აღადგინა მკვდრეთით და აქედან გამომდინარე ვინაიდან იერუსალიმი სასუფეველს განასახიერებს ზეცურ სამეფოს ესე იგი მოციქულები მართალი ადამიანების სახეები გახლავთ და აქედან წინასწარმეტყველება ასეთია რომ ასე განმარტავენ ამას უშუალოდ რომ იესო ქრისტე თავის მართლებთან ერთად რომ უბრალოდ მართლებს რომ შეუძღვება ზეციურ სასუფეველში და ეს მოხდა ერთხელ როდესაც უფალი სულით შტადის ჯოჯოხეთში და იქიდან მართალთა სულები ამოხავს და სამოთხეში ამკვიდრებს ჯვარცმის დღებს გულისხმობ და ეს რა თქმა უნდა მოხდება უშუალოდ წმინდა წერილის მიხედვით და წმინდა მამათა სწავლების საფუძველზე როცა უფალი მეორედ დიდები დაბრუნდება დედამიწაზე და საკმაოდ სამჟავრო შემდეგ მართალ განუკუთვნებს იმ წიაღს რომელზეც ახლა მოგახსენეთ ასე რომ მეორედ მოსვლის ერთგვარი წინასახელს გახლავთ მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში იმიტომ რომ ის ისეთივე დიდებულებით მოევლება ქვეყნიერებას როგორი დიდებულებით უფრო მეტი კიდევ როგორითაც მაშინ გაცხადდა ხალხის წინაშე მაშინ ებრაელების წინაშე ახლა მთელი კაცობრიობის სოფლის წინაშე ძალიან ცოტა დრო გვაქვს ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა ნამდვილად მაგრამ გვინდა რომ ჩვენი საეთერო დრო მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ და გადავანაწილოთ თანაბრად ბზის მდგომარეობა დღეს საქართველოში და ისეთი კონკრეტული რჩევებით შეგიძლიათ მივცეთ ჩვენს ტელემაყურებელს როგორ შეგვიძლია გავზარდოთ ბზა იმიტომ რომ როგორც გავიგეთ ძალიან დიდხანს ცოცხლობს ხომ არ ვიცოდი ბევრ ოჯახში უკვე ქოთანშია ეს ტრადიციაც დამკვიდრებული საქართველოში კარგად იყო ბზა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში უფრო მეტად დასავალალო მდგომარეობა ზუსტად დასავლეთ საქართველოში გვაქვს ახლა რადგან სოკოვანი დაავადებებია გავრცელებული და ამის გამო გადაშენების გზაზეა და საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი ბზა
კავკასიური ბზა. ამიტომ ჩვენ დამატებით ბზობის დღესასწაულზე არ უნდა გავჩეხოთ ბზა და სურველია გავამრავლოთ ძალიან მარტივად მრავლდება კალმით და გადაწვენით. სულ მარტივია, როცა ახალი ნაყარი აქვს, მაგ პერიოდში არ შეიძლება, როცა უკვე ფოთოლს გაიმუქებს, შემდეგ ავიღებთ 10-15 სანტიმეტრზე გადავჭრით ბზის კალამს და სპეციალურად გამზადებულ ნიადაგში დავაფესვიანებთ. ანუ არის ესეთი ფხვნილი კორნევინი ქვია მას, ბზის ღეროს ქვედა ბოლოს ჩავაწოვთ აი ამ ფხვნილში და მე გადავიტანთ მიწაში. როგორ ვამზადებთ ახლა საჩითილე? დიახ. ნიადაგს. ესე იგი უნდა იყოს კარგი ნოყიერი მიწა, ქვედაფენა, ზემოდან გარეცხილი ლამი. ან არის სპეციალური ტორფები, წვრილად დააფხვნილი არის, საჩითილე ტორფები არის, იმაში შეიძლება პირდაპირ და რაც შეეხება მოვლას უკვე რამდენად რთულია? მოვლას ახლა რაც შეეხება ეზოში ბზას აუცილებლად ჭირდება პროფილაქტიკური მიზნით შეწამლები. თქვა სახლში ქოთანში გვაქვს. სახლში ქოთანში შეიძლება ცოტა ხანი გავაჩეროთ, იმიტომ რომ ოთახის ეზოს სცენარებს სახლში უჭირს. აი ცოტა ხანი ბზობის დღესასწაულზე თუ გვინდა რომ გქონდეს ხატებთან და აუცილებელია. აი ამის გამო შეიძლება პატარა ქოთანში ჩვენივე გახარებული ბზა დავდგათ ხატებთან ქოთნით. და რაც შეეხება ეზოში აუცილებლად გაზაფხულიდან უნდა შევწამოთ როგორც სოკოს დაავადების საწინააღმდეგო და ასევე მწერების საწინააღმდეგო მუხლუხოები და ისინი ჩდება რომელიც შეიძლება ორ დღეში თვითონ შეგვიძლია გავაკეთოთ თუ უნდა მივმართოთ თქვა პროფესიონალს ამ შემთხვევაში. არ არის აუცილებელი, შეგიძლიათ საყვავილე მაღაზიებში მივიღოთ ინფორმაცია. კი, შეიძენთ პრეპარატებს და აგიხსნიან როგორ გახსნათ წყალში, რა დოზით უნდა გაუკეთდეს ეს შეწავლები. შეიძლება სხვადასხვა ფორმას, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ეს არის რაღაც ესეთი ბუჩქის მრგვალი ფორმა აქვს და ის ცოტა ის ბზა ცოტა მოგრძოა, ხო? დიახ, სხვადასხვა მზარდი ეს ბუქსუსები არის გლობოსები, ანუ მრგვალი ფორმები, მრგვალად იზრდება. და არის ბზები, რომლებიც ხეებად იზრდება და მათი სიმაღლე 9 მეტრს აღწევს. ბზა ძალიან დიდხანს ცოცხლობს, ნელამზარდი მცენარეა და სწორედ ამიტომა ძალიან ძვირფას სამეფო მცენარის ეძახიან მას. 500-600 წელი ცხოვრობს. ანუ უყვარს ჰაერი, უყვარს მზე, წყალი უყვარს და ტენი უყვარს ძალიან ბზას და ამიტომ დასავლეთ საქართველოში ძალიან კარგად ხარობს. რამდენხანში ერთხელ უნდა მოვრწყათ? ზაფხულში ყოველ დღე შეგვიძლია მოვრწყათ და როცა ძალიან სიცხეებია, მით უმეტეს ქოთანში. და დანარჩენი დრო როცა ნიადაგი გაშრება, აი ამინდის მიხედვით, როგორი ამინდი იქნება, ნალექი იქნება, სიცხეები იქნება თუ როგორ, აი ამის მიხედვით. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მივბაძოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამას აკეთებს და ვინც რგავს და ახარებს ბზას და არ გადავყაროთ, რაც მთავარია და მოუარეთ და მით უმეტეს ესეთ სავალალო მდგომარეობაში გადაშენების პირას ვინ თუ არა ჩვენ. მე მგონი ჩვენ ეზოებსაც ძალიან მოხდება. ძალიან დეკორატიული მცენარეა, ძალიან დიდ პატივს ვცემ ეზოების გამწვანებაში. აი ყოველთვის ვცდილობ გამოვიყენო, იმიტომ რომ ძალიან დიდ ეფექტს იძლევა და გარდა ამ დეკორატიული მნიშვნელობისა და ამ სილამაზისა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან სიმბოლურ ფუნქციას და დატვირთვას ატარებს და ეს არ უნდა დაგვაუწყოს, რა თქმა უნდა. ჩვენ სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, ასეთ საინტერესო საუბრისთვის. დროა სულ ცოტა ხნით შევისვენოთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით უკვე განსხვავებული თემით დაგვალავდეთ. დროებით.